გორელი მოკრივეების მორიგი წარმატება. ნინო კეჩხუაშვილი 54 კილოგრამ წონით კატეგორიაში და ლევან დემუროვი 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. ორივე სპორტსმენი ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივი სპეციალიზებული სპორტული სკოლის წარმომადგენელია. გარდა გორელთა ამორი ოქროს მედლისა, კიდევ 2 ბრინჯაოს მედალი ვარიანის გიორგი კანდელაკის კრივის სკოლის სპორტსმენებმა მოიპოვეს. ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ ლაშა კერესელიძე და ავთანდილ მდინარაძე. მინდა მოგლოცოთ დამდეგი ახალი წელი, მინდა წარმატებული წელი გისურვოთ. საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა ქარაკ გორმა, სადაც მივიღე ასპარეზობა 65 წონით კატეგორიაში, გავხდი ჩემპიონი, მყავდა ძალიან კარგი მეტოქეები. ფინალურ ეტაპზე დავამარცხე ლაშა გაგნიძე, ძალიან მაგარი ბიჭია და ძალიან წარმატებული. მადლობას ვუხდი მას ასეთ კარგი ოთაბრძოლისთვის. კიდე მადლობა გადაუხადო ჩემს ტრენერებს, ფედერაციას, ყველა იმ ადამიანს, ვინც მომზადების პროცესში გვერდში მიდგა, ჩხუბის პროცესში გვერდში მიდგა. დიდი მადლობა მათ გვერდში დგომისთვის და ყურადღებისთვის. მომავლის გეგმებია მოკლედ მივიღო ასპარეზობა სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე, დავასახელო ჩემი ქვეყანა. მომავლის გეგმები ჯერ ზუსტად არ ვიცი, ბეჟან ჭიჭინავა ჩვენ ნაკრების ტრენერი როგორც გადაწყვიტავს, იმის გეგმას გავყვებით. ჩემი პირადი ტრენერები არიან ავთანდილ შოშიაშვილი და ბექა ლობჯანიძე. მადლობა მათ გაწეული შრომისთვის. მინდა კიდევ მეულოცო გორის სკოლას ეს წარმატება. გორში ჩატარდა 2026 წლის საქართველოს ჩემპიონატი კრივში, სადაც მივიღე მონაწილეობა და დავიკავე პირველი ადგილი 54 კილოგრამ კატეგორიაში. ჩავატარე ერთი ფინალური ორთაბრძოლა და დავასრულე გამარჯვებით. ლაგოდეხელი იყო ჩემი მეტოქე. კარგი გოგო იყო და საკმაოდ საინტერესო ბრძოლაც ჩავატარეთ. როგორც ვიცით, გორში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი უფროს ასაკებს შორის, როგორც ვაჟებში, ასევე ქალებში. გაგვიხდა 2 ჩემპიონი, ლევან დემუროვი ვაჟებში, ნინო კეჩხუაშვილი ქალთა შორის. შეჯიბრება ჩატარდა ძალიან კარგად, უმაღლეს დონეზე, ორგანიზებულად და რა ვიცი, ჩემპიონები ვინც გახდნენ, დადგება საქართველოს ნაკრები, რომლებიც მიიღებენ მომავალ წელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მონაწილეობას და უსურვოთ წარმატებები. საინტერესო იმიტომ იყო ეს ჩემპიონატი, რომ უნდა დადგეს უკვე 2026 წლის ქვეყნის ნაკრები, რომელიც უკვე მიიღებს მონაწილეობას ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე და ბევრი შეკრებები იქნება, ბევრი ტურნირები იქნება და ღმათა ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ორივე აღზრდილი მოკრივე ბევრ წარმატებებს მოიპოვებს და იმედი მაქვს, რომ უფრო და უფრო გაიზრდებიან ეს ბავშვები, რამე თუ ისეთი ბრძოლები ჩაატარეს და ძალიან ურთულესი, საინტერესო ბრძოლები ჩაატარეს და ესე მოიპოვეს ჩემპიონები. თვითონ ლევანის ზონაში 15 მოკრივე იყო. და წარმოიდგინეთ კონკურენცია იყო ძალიან დიდი, მაგრამ გავართვით თავი და ფინალური ორთაბრძოლაც ყველა მიხილეთ როგორც ჩაატარა ევროპის ყოფილ ჩემპიონთან. მე ვისარგებლებ შემთხვევით თუ შეიძლება აი ამ დიდ ორგანიზებაში უდიადესი წვლილი მიუძღვის საქართველოს კრივის ფედერაციას, რომელსაც ბექა ლობჟანიძე ხელმძღვანელობს. მე მინდა მადლობა გადაუხადო რეგიონის ხელმძღვანელ ბატონ სიმონს, გულედანს, მერიას თლიანად გვერდში დგომისათვის და მის ხელმძღვანელს ბატონ კოტეს, სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელს. ავთანდილ შოშიაშვილმა 2025 წელიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ ეს წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო მოკრივეებისთვის. აღსანიშნავია ლუკა მიქაბაძის წარმატება, რომელიც 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელია. წლევანდელი წელი ძალიან წარმატებული იყო ჩვენი კრივის სკოლისათვის და საერთოდ ქართული კრივისათვის. ჩვენმა სკოლამ თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში მოიპოვა საქართველოს ჩემპიონატებზე ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები. ასევე ყავს გოგონებში ევროპის ორგზის პრიზიორი ლიზა ლობჟანიძე, ლევანი მიჩხუბა 3 თუ 4 საერთაშორისო ტურნირი
ორგან ჩემპიონი გახდა, ერთგან ფინალისტი, ერთგან პრიზიორი, დაზიანება მიიღო ხელისა და ვეღარ გააგრძელა ბრძოლა და ეს გვირგვინი იყო ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატი დიდებში, რამე თუ ყველა უძლიერესმა მოკრივემ მიიღო მონაწილეობა როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებში და გოგონებში ნახეთ ჩემპიონი ყავს ნინო კეჩხუაშვილი, რომელიც მეორედ გახდა უკვე გოგონებში ჩემპიონი. შეგახსენებთ, რომ ქვეყნის ჩემპიონატი დიდებში გორის სპორტის სასახლეში 4 დღის მანძილზე მიმდინარეობდა.